საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. გამარჯობა. მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. საღამო მშვიდობისა თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასი კოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასი კოდიშვილი გაახლავართ. არანაირი ზეწოლა არ არის ჩემზე. ახლა პროდიუსერი კი მანიშნებს რომ წავიდე და დავждე, მაგრამ მე პროდიუსერს არ დაუჯერებ. წავალ და ჩემი ნებით დავждები. ყველაფერი ცვალებადია. ადრე ნაცებს ჰქონდათ ტელეკომპანია იმედი. ახლა კიდევ მარტო რუსთავი 2-ის იმედიღა დარჩა. მოკლედ ახლა რუსთავი 2-ის ამბავი გარკვეულია, მაგრამ აი იმედში რაღაცა უცნაური ხდება. ჯერ ინგა გრიგოლიამ იძახა უმრავლესობამ კატეგორიულად მოითხოვა, არ გაგვეშუქებინა რეაქციაში 21 მარტის აქციო. მერე ყოფერიამ თქვა, ხელისუფლებისთვის მიუღებელია ობიექტური იმედიო. ბოლოს გამოვიდა იმედი და ის თქვა, რა ხელისუფლება ერევა კაცო. წამყვანების განცხადებები გაკეთდა არა მიზანმიმართულად და ემოციურ ფონზეო. რა ვიცი, ვერაფერიც ვერ გავიგე. არა, პრინციპში მართალია იმედის ხელმძღვანელობა. რაში ჭირდება იმედი ხელისუფლებას, როცა GDS-ი აქვს აგერ გვერდს. და ბიზნესა ჩემის პირველ გადაცემას თითქმის 1%-მა უყურა. დიახ, თელმა თითქმის 1%-მა მთელი მოსახლეობის. და ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე არხის მერე ახლა ხელისუფლება ახლა სხვაგან დაიწყებს კიდევ ყურებას? არა, კაცო. ალბათ ის უთხრეს გრიგოლიას არ გააბუქოთ აქციაო და ამან კიდე არ გააშუქოთო გაიგო. ყოფერიას კიდევ უნდა და ეთქვა ახლა ხელისუფლებას არ მოწონს ჯაჯანიძის გადაცემაო და ემოციურ ნიადაგზე ობიექტურ იმედში აერია. მოკლედ რა გამოვიდა ახლა? წამყვანებმა მიანიშნეს ზეწოლაო, იმედმა არა, არ არის ზეწოლაო. მაგრამ ზეწოლა თუ არ ყოფილა, აბა მოელანდათ კაცო. არა, შეიძლება მოელანდათ, ახლა მახსოვს, ჩემ მეზობელსაც ელადებოდა ხოლმე რაღაცეები. არა, მე რეკითხვეს, ახლა ბელეგარაჩკა იყო, მაგრამ ეგ სხვა თემაა. ხო, მოკლედ ახლა რა ვიცი, მოლანდებები და მოჩვენებები თუ აქვს წამყვანებს, მივიდნენ მაშინ ეგენიც ჯაჯანიძის გადაცემაში ხო. მოჩვენებებზე და რაღაცეებზე ლაპარაკი მაგას უყვარს. ისე კი მთავარია თქვენ არ დაგეკარგოთ არსად ობიექტური იმედი, თორემ ხალხს ობიექტურობის იმედი დიდი ხანია დაკარგული აქვს უკვე. ხო. კამრების შემოჭერიდან ჯერ ერთი თვეც არ არის გასული. ჩვენმა საამაყო მერიამ კიდევ უკვე ბევრი ლარი და ჯოკია ბოდოკია დაიკლო. ასე თუ გაგრძელდა, მხოლოდ მერის დანაზოგებითაც კი შეგვეძლება საგარეო ვალების გადახდა. არასამთავრობო ორგანიზაცია მონიტორინგის ცენტრი მედიატორი გასულ კვირას გამოცხადებულ სატენდერო დოკუმენტაციას აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ მაგალითად ღონისძიებების სცენით, გრიმით, კულისებით და სხვა ატრიბუტიკით უზრუნველყოფისთვის ქალაქის მერია დაახლოებით 890,000 ლარის გადახდას აპირებს. ტენდერი გამოცხადებულია კომპიუტერების, საბურავებისა და ფეხსაცმელების შესასყიდადაც. ეს არის სპეციალური ფეხსაცმელი დაცვის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც იცავენ სკვერებს, პარკებს და სპეციალურ ობიექტებს. 2015 წელს 39,000 ლარია გამოყოფილი, მაშინ როდესაც 2013 წელს 58,000 ლარი იყო გამოყოფილი. ჯამში მთლიანად რა ავიღოთ, ამის შესყიდვებისთვის დაიზოგა 9 მილიონ ლარზე მეტი. დედა, რამდენი ფული დაუზოგავთ კაცო, თქვენ შემოგევლეთ. მადლობას გიხდით ყველა პენსიონერის, სოციალურად დაუცველის, კარტერ გახეული მძღოლებისა და სხვა მადლიერი მოქალაქეების სახელი. არა და ხო ვიცი, ახლა გამოვლენ ვიღაც ადამიანები და დაიწყებენ სცენა რა გვინდა, ქშია, ასფალტი არ გვაქვს, აერი არ გვაქვს. მატერიალისტები ხართ ყველანი. ქალაქის სული საზრდოზე საერთოდ არ ფიქრობ. ახალ წელს და თბილისობას ასფალტზე იმღერონ, ახლა მომღერლებმა? ერთი თქვენს დაბიო სულში ჩამაყენდა რა. რას გადაეკიდეთ კაცო ფეხსაცმელს, ა? 400 წვილი ფეხსაცმელია სულ და რა არის, რა ვერ გაიგეთ, რისთვის არის? ბაღებს და სკვერებს რომ იცავს დაცვა, იმათი სპეციალური ფეხსაცმელია. რას ქვია რომელ ბაღებს და სკვერებს? ბაღებს და სკვერებს მიაქვს მთელი ქალაქი. უკვე იმდენია სასტუმრო რო ჩამოაგდო, სკვერში დაეცემა. 400 წვილი ფეხსაცმელი კიდევ ხა ეყოფა ახლა ქალაქის სკვერების დაცვას, ეყოფა? თან ახლა მილიონი ხეთს რო დაემატება, მე რენახეთ თქვენ კაცო. თბილისის მერიას ქუთაისის ფეხსაცმელების ქარხნის მიერთება რომ მოუწევს. ხო, ამა. ნარმანია ეჩხუბება თანამშრომლებს. რა დროს 400 ფეხსაცმლის ყიდვა იყო? ჯერ ნასკები გვეყიდაო. იმედის მესეურები ამბობენ, გრიგოლიას და ხოფერიას განცხადებებს ვემიჯნებით. საერთოდ მოვდივართ მაგ ტელევიზიიდან და გადავდივართ დამოუკიდებელ GDS-ზე.
სერგო, იცი მთავრობას ოპოზიციისთვის უთხოვია 100 ლარი მას ესხეო. ხო და ოპოზიციას არ უხსესხები. აბა რატო თუ იცი? არა კაცო, ლარი გაუფასურდება არა ის. ლარს რა გაუფასურებს? რატომ და იმიტომ რომ თურმე ოპოზიცია მთავრობას არ ენდობა. აბა საპარლამენტო უმცირესობა კონსულტაციებს იწყებს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების დასაწყებად ნაციონალურ მოძრაობას 10 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება სხვა ფრაქციებიდან. ერთი უკვე აქვს. მურმან დუმბაძე მზად არის უმცირესობის მოთხოვნას შეუერთდეს. ნაციონალური მოძრაობა მოლაპარაკებებს მთავრობის უნდობლობის საკითხის პროცედურის დასაწყებად აპირებს. აჰა, ეგ გინდოდა მთავრობა? არ გენდობიან. თუმცა ახლა ნაციონალებისგან ეგ არ გამკვირვებია. ეგენი საკუთარ თავს არ ენდობიან და სხვას ენდობიან. არც ის მიგვირს ნაციონალები საკუთარ თავს რომ არ ენდობიან. მაგათ კაციშვილი არ ენდობა და ახლა თვითონ ენდობიან, კაცო. ნაციონალები არიან, სულელები კი არა. და საერთოდ ახლა მშვენივრად მესმის ნაციონალების. როგორ უნდა ენდო მთავრობას, რომელიც გიჭერს? ხო, შენ ნაციონალს გიჭერს და დანაშაულს ვერ გიმტკიცებს. ერთადერთი ახლა ჩემი ნამაღლარისა არ მესმის. ეტყობა ჯერ კიდევ ენდობა ამ მთავრობას და არ ჩამოდის. კიდევ ერთი გამონაკლისიც არის. ნაციონალები არავის ენდობიან გარდა სპეტაკი პოლიტიკური წარსულის მქონე ხალხის. აი მაგალითად მურმან დუმბაძე. დუმბაძეს ახლა რატო უნდა ედონ რა? ტყუილი უთქვას რომ ეს მე თუ რა არის კაცო? რა ერთნაირად არ გაუხმათ ხელები არჩევნებზე თავიანთი ნომრის შემომხაზო ნაციონალებს? მგონი საერთოდ მაგიტომ მოიწვიეს დუმბაძე უნდობლობის გუნდში, ხო? რომ იმათ მაგირათაც ამან მოაწეროს ხელი. ხო, ამან ხო თავის დროზე ოცნება შემოხაზა და ორივე ხელი საღი აქვს. ჯერ. არა, მოკლედ ნარცისია ეს კაცი რა. სულ უნდა რომ ყურადღების ცენტრში იყოს. აი წელიწადში ერთხელ თავი როა შეგვახსენოს, არ შეუძლია კაცო. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატი ისევ შეუთანხმებელია. სავარაუდო დეპუტატები გადაწყვეტილებას გიორგი მარგველაშვილის მოსმენამდე ერთი დღით ადრე მიიღებენ. კვლავ ღია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაესწრება თუ არა მინისტრთა კაბინეტი 31 მარტის გამოსვლას. პრეზიდენტი მთავრობის მობილიზებას პარლამენტისგან ითხოვს. მმართველი გუნდი წერილების გაგზავნას მთავრობის დიპლომატიური კორპუსის და სასამართლო ხელისუფლების წევრების მისამართით არ გეგმავს. კოალიციაში მიაჩნიათ, რომ მინისტრთა კაბინეტს მარგველაშვილის მოსმენის ვალდებულება არ აქვს. არა, შარი ხარ, ბატონო პრეზიდენტო. ახლა მთლად ისეთი არა, ადრე რომ ყავდა, მაგრამ მაინც კაცო. რა საიტიხავს ხოლმე ახლა პარლამენტში გამოსვლას, ა? პარლამენტში სიტყვით გამოხვიდე, ახლა შენც არ მყავდე რა? მარიამ საჯაიან, ლუკა კურტანიც. ახლა პარლამენტს რო შეუჩდი, ის ხალხი დამიპატიჟეთ, ჩემ დაპატიჟებულზე რომ არ მოდის. გიტარა ხო არ წამოაყოლონ, ბარე. და რადგინა კაცო მინისტრებს რომ ეპატიჟე? კარგად მღერია თუ თამადად უნდა დანიშნო რომელიმე, თუ რა არის? ტყუილად უნდა ისხდნენ და ამთქნარონ. ტაშს მაინც არ დაგიკრავენ და საქმესაც უნდა მოაცდინო. არა, ახლა ეთყობა რომ საქმითაც არც სხვა დროს იკლავენ თავს, მაგრამ ალიბის რატომ აძლევ? ალიბს, ჰა? მაგის მერე კითხავ, ლარი რატომ დაეცაო? გიპასუხებენ, მე რა ვიცი, კაცო, პრეზიდენტის გამოსვლას ვესწრებოდი. ექსპორტი რატომ შემცირდაო? პრეზიდენტის გამოსვლას ვესწრებოდი და თვალი ვერ მივადევნეო. ერთ საღამოს 12 მაღაზია რატომ გაძარცვესო? პრეზიდენტის გამოსვლას ვესწრებოდი და დრო იხელთესო. არა, ახლა მსმენელი კი გჭირდება, მაგრამ პარლამენტარები ხომ მოგისმენენ, კაცო. თუმცა ახლა უმრავლესობას არ ევასები და შეიძლება არ მოგისმინოს, ხო? არც უმცირესობას ხოდაშორის. ალასანიას პარტია გაურკვევლობაში ახლა შეიძლება დაგესწროს, მაგრამ არ მოგისმენს. ხო, ხალხს დაეზარება შენი ფილოსოფიური წიაღწევების მოსმენა. ოი, მე მოვიფიქრე, მე მოგისმენ. ხო, მე აუცილებლად მოგისმენ, ჩემო მარგველა, ჩემო. თუ მეცლება. პარლამენტის ადმინისტრაციიდან ურეკავენ ხადურს პრეზიდენტის გამოსვლაზე მობრძანდითო. არა, არ მცალიაო. დებატებიც შეიძლება იყოსო. არა, არ მცალიაო. ქვეყნის განვითარებაზე უნდა ელაპარაკოსო. არა, არ მცალიაო. წვადიც იქნებაო. თქვენ რო კაც გადაეკიდებითო რა. ნაცი ამბობს მთავრობის იმპიჩმენტზე 9 ადამიანი გვაკლდება. ადამიანი რა ეხლა ჩვენაირიც რო იყოს, ეგეც საკმარისიაო. ეს გახდათ განაცემა ყოველდღიური აბე ვიასე კოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. საიმედო ფარმაცია ყველასთვის, სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია, დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი.